დედა მივდივართ არა საყვარელო დაიცინე დედა შეიძლება დურგალი გამოვიდე ხო ეშად ბოლო სართულზეა. გამარჯობა პარტნიორო. მე ვიპოვე ომერი მერე კი მივაგდე როგორც გამოუსადეგარი ნივთი ამიტომაც დავკარგე შვილო მიპასუხე მიპასუხე შვილო რა უცებ გიპოვია ახალი უფროსი. თვითონ მიპოვა თანაც შენი წყალობით. როგორღაც მოახერხე მასზე შტაბეჭდილების მოხდენა. თუ ასეა თვითონ რატომ არ დამხვდა? შეჩვიე ზელ. ამიერიდან ჩემთან გექნება საქმე. შენ მაინც ვერ გამიგე ჯენგის. ვინც არ უნდა იდგეს ჩვენ შორის მაინც მოგწუდები. მართლა? ადრე ასეც იყო. მე მჯეროდა ამ სახის გამომეტყველების ეზელ. ახლა რა შეიცვალა? ადრე თანასწორ მეტოქედ მიმაჩნდი. უფრო ძლიერადაც კი. ადრე არ ვიცოდი რომ რამიზმა გასწავლა კარტის თამაში. ეს არ ვიცოდი. კიდევ რა გაიგე? ადრე არ ვიცოდი რომ მქონება რამიზის გამქონდა. არ ვიცოდი რომ კარგი მანერების სელმა ჰიუნელმა გასწავლა. ურთაბრძოლა მოკვე შეგასუსტა? არ ვიცოდი რომ მარიონეტი იყავი. შენ საკუთარი არაფერი გაგაჩნია. ეს მზერაც კი არ არის შენი.
სანაძლეოს დაგიდებ, სარკის წინ დაამუშავე. მაინც მიგიხვდი ყველაფერს. შენ რამიზის ქმნილება ხარ. და მანამდე ვინ ვიყავი? ეს ამბავი რაღაცით ომერთანაა დაკავშირებული, არა? არა, არ მითხრა, მე თვითონ გამოვიცნობ. მოდა როცა გამოვიცნობ, მე ერთ ორ სიტყვას კიდევ გეტყვი, დღეიდან ყველა ვინ შენ გიყვარს, ჩემ ხელშია. მითხარი აზელ, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? შენთან ხომ ყოველ დღე ყველაფერი იცვლება. უცებ მითხარი, დღეს ვინ გიყვარს? ალი? ეიშანი? ბაჰარი? ზია მუმთაზი? მისი ბრმა ცოლი, მათი იდიოტი შვილი? დღეს ვინ გიყვარს აზელ, მითხარი? ვისი თავი გაგორდება? შენი. მიხედ მოიხედე. კარგად ნახე, რას მიაღწიეს ჩემმა თანამებრძოლებმა. გონი ეს ბლეფია. დღეიდან ჩვენი როლები შეიცვალა. ჩვენმა პარტნიორობამ არაფერი არ მომცა, ამიტომ ანულირებულია. სულ ეს იყო. შეგიძლია წახვიდე. შევწდი. უილად არ მოკალი. მითხარი, ბატონ კენანთან შეხვედრა გინდოდა? ხვალ დაგელოდება, მაგრამ კარგად მოიფიქრე, რა სეტყვი. მას ახლავე შევხვდები. ახლავე. რა აზრი აქვს? ახლა ვინ ათამაშებს მარიონეტებს ეზელ? ვინ იღებს ახლა გადაწყვეტილებებს? ვისი სახელი ვუთხრა? ვინ უნდა მოკლან? შენი სიცხე არ გეცოდინება ეს როდის მოხდება, აჯობებს ახლა იმასთან გაიქცე, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს. წადი გაიქეცე. Anne? Dedem. Anne iyi misin? Როგორ ხარ? Geliyorum. მოვდივარ. ეიშანი იყო მოსული. ჯანის დასაყვანად. იმისთვის, რომ ჯანი ჩვენთან დაეტოვებინა. მან ის მიიღო, რაც დაიმსახურა. ჯანიც დამსახურებულად ისჯება. რა ეიშანთან რომ ყოფილიყო უკეთესად იქნებოდა? მითხარი, რომელი დედა მიატოვებს შვილს? იცი საწავიდა? Eski hayatına dönmüştü. ალბათ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა. Biniyordur bir otobüse. ალბათ ახლა ავტობუსში ჯდება და ხალხის მოსატყუებლად მიდის. Başkalarını kandırıyor. თავარი ისაა, რომ ჩვენ დაგვანება თავი. Ama daha da önemli. ეიშანი აღარ არის ჩვენს ცხოვრებაში. Hayatımızdan gidiyordur. ის ასეთია, დედა. Eyşan hayatımızdan çıkıyordur anne. Çünkü öyle გონია მე არ მინდა თავს უშველო.
Kurtulmak გონია არ მინდა თავიდან და გულიდან ამოვიგდო. kafamdan aklımdan ის აღარ არის. çıkarmak ყველაფერი მორჩა. Çıktı işte. მორჩა. Bitti işte. მორჩა. კარგი. Artık onun მე აღარ უნდა ვიფიქრო მასზე. başına ne gelir? ფეხებზე მგიდი არ ამოუვა. Ne yaparsın? რაც უნდა ის უქნია. Nereye gider? აქ ნუ ღარ დაბრუნდება. Gelmesin de bir daha. გამომართვი. O ne? ეს რა არის? თავის შვილს წერილი დაუტოვა. Ben niye მე რატომ უნდა წავიკითხო დედა? istemiyorum? არ მინდა. მე მგონი ეს ომერს ეხება. Oğlum მაპატიე შვილო. sana იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც მოგეყვები. ne olur beni affet. მაპატიე. Ben kötü ve მე იმდენად ცუდი ვარ. öyle kötü ve ესეთი არარაობა ვარ, gerçeği რომ მაინც არ ვუთხარ იმას სიმართლე. sesini hala ჯერ ისევ მესმის მისი ხმა. Eyşan diyor. ის მეუბნება, ეიშან, ვინ ხარ? Kimsin sen? ვინ ხარ? Sen kimsin? Öyle ჯან, მე ისეთი საშინელება, ისეთი არარაობა ვარ, Anlayayım diye seni bile kullan. რომ შენც გამოგიყენე. Ben seni შენი თავიც კი წავართვი ვიღაცას. ახლა იმათთან დაგტოვებ, ვისაც შენი თავი წავართვი. ait olduğum დიდხანს მივდიოდი მამა ჩემის ნაკვალევს. ben yeterince ახლა დროა დედა ჩემის öğrendim. კვალს გავყვე. Şimdi sıra შენ კი გაიგებ მამა შენის შესახებ, რომელსაც არ იცნობდი. ama ხო, შენ ვერ შეძლებ მის გვერდით ყოფნას, თუმცა გაიგებ როგორი იყო. onunla olamayacaksın. უკანასკნელად, თუნდაც მხოლოდ ამ წერილში მოვატყუებთ ამ სასტიკ სამყაროს. და სულ ცოტა ხნით ერთად ვიქნებით. Sadece როცა ბოლომდე წაიკითხავ ამ წერილს,
Bir defalığına. Da ეს ყველაფერი გაქრეს. Kandırıp bir anlığına birlikte. და ერთხელ მაინც ვიყოთ ერთი ოჯახი. Bir nefeste de tükense sen okurken. ერთხელ მაინც ვიყოთ ერთი Tüm ოჯახი. ailemiz birlikte olalım. Eyşan, ეიშანი, Ömer, ომერი და ჯანი. Eyşan, ეშანი, Ömer, ომერი Can. და ჯანი. დედა, ომერ უჩარი. Eyşan, ეიშანი, ომერი და ჯანი. ომერ, მეთქი გეუბნები. ეზელ, ბაჰარ, ბაჰარ, ბახარ. ბახარ. ეს რა ჩაიდინე? ეს რა ჩაიდინე? რა ჩაიდინე? ის რა ჩვენ თქვი? სწორედ ის გავაკეთეთ, რაც შენ გვირჩიე. ამ სამს ერთი ადამიანი უყვარს, მისი მოკლა სამივეს მოკლას ნიშნავს. ხეცო. არაფერია. არაფერია. საშიში არაფერია. ბაჰარ, არ მომკვდარა, ჩემი და ცოცხალია. თქვი რომ არ მომკვდარა. თქვი რომ ცოცხალია. ეზელ, იღონე რამე გააკეთე. არის ძმაო. უშენი. შენ ნაბიჯვარო. ჯანდაბა. წადით, თავი დაანებეთ. ცოცხალია, თავი დაანებეთ. არ მომკვდარა, არაფერი არ სჭირს. ბაჰარ, ყველაფერმა ჩაიარა. შენ ცოცხალი ხარ. ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება. ამასაც გადავიტანთ. ამასაც გავუმკლავდებით. მე ვიზრუნებ შენზე. არ მიგატოვებ. ჩემს დას ვერ წამართმევთ. არ დაგითმობთ. არ მიგატოვებ საყვარელო. არ მიგატოვებ. ჩემს დას ვერ წამართმევთ. ვერ წამართმევთ. არ შეკრათ, ვერ ისუნთქებს.
ქალბატონო, წამოგზავნდით ჩვენთან. ჩემს დას მარტო არ დავტოვებ. თავი დაანებეთ. ეზელ. ცოცხალია. ბაჰარ. გამაგრდი. მე აქ ვარ. შენთან ვარ, დაიკო. მიდი მიპასუხე. Tevfik მიპასუხე. შებნემი. Tevfik. ყველაფერი კარგადაა, ვერ გელაპარაკები. სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ. გელოდები სასტუმრო ეროგლუს უკანა შესასვლელთან. სასტუმრო ეროგლუ. ტაქსი. ქალბატონო ეშენ უნდა წავიყვანოთ. ეშენ. მარტო არ დავტოვებ. ჩვენთან ეს ნებადართული არ არის ბატონო ალი, მაგრამ თქვენ გამო დათმობაზე წავალთ. ბატონო ეზელ. მადლობთ. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. ბატონო ალი, თქვენ დაღუპული სახლებელი იყავით? მას ბაჰარი ქვია. რა ურთიერთობა გქონდათ ქალბატონ ბაჰართან? მისი მეგობარი ვარ. ახლო მეგობარი? დიახ. თუ იცით, მტრები ჰყავდა? შეუძლებელია ბაჰარს მტრები ჰყავდეს. რატომ? კარგი ადამიანია. თქვენს მტერს რომ მდომოდა თქვენთვის ტკივილის მოყენება შეეძლო ასეთი რაღაცის გაკეთება? არა. ბატონო ეზელ, თქვენ რა ურთიერთობა გქონდათ ქალბატონ ბაჰართან? მე ოჯახის მეგობარი ვარ. ქალბატონი ეიშანის თუ ბატონი ჯენგიზის? ვისი მეგობარი ხართ? ორივესი. ბატონი ჯენგიზი იძებნება, ის ციხიდან გაიქცა, რამე იცით მის შესახებ? როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ბატონი ჯენგიზი ციხიდან გაქცევის შემდეგ თავს დაესხა ქალბატონ ეიშანს. ბატონო ეზელ, ბატონო ალი, ბატონებო, ერთხელ დაგისვამთ ამ შეკითხვას. იცით ვინ მოკლა ბაჰარ თეჟჯანი, ან ვინ გასცა ბაჰარ თეჟჯანის მოკვლის ბრძანება? არა. არა. ბაჰარ. ეს ჟასმინის ჩაია, ბატონო ჯენგიზ. ყოველ ღამეს სვამძილის წინ. კარგია, დაგამშვიდებთ.
რას აკეთებთ? რას ჩადიხართ? კარგი დაწყნარდით. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ. შეცდომა დაუშვით? ასე ხომ არ შეიძლება. kadar da olmaz artık, değil mi? თქვენ ბაჰარი მოკალით. გამაგებინეთ რა ხალხი ხართ. აი ასეთები ვართ ბატონო ჯენგიზ. მაგრამ შენ ვალდებული არ ხარ რამე გააკეთო. თუ გინდა შემოგვიერთდი, შენც ჩვენნაირი გახდე. თუ არ გინდა არ გაძალებთ. Ama yok. შეგიძლია თუ არ ითქვათ Zor. ჩვენთან თანამშრომლობაზე. Ne yani? ანუ მიშვებთ, Bırakacak mısınız? გინდათ ყველაფერი პოლიციას მოუყვე. Gideyim polise. ყველანი ციხეში რომ ჩაქსვან. Attırayım diye mi hepiniz? არა და გავაკეთებ ამას. Attıracağım. მიიღებთ ამის საზღაურს. Lafınızı kesiyorum. მაბადია, მაგრამ იძულებული ვარ შეგეკამათო ბატონო ჯენგიზ. Biz hiçbir şey. არაფრის საზღაურს არ მივიღებთ. Zaten aşağıya. პოლიცია უკვე გამოვიძახეთ, მანქანა გარეთ გელოდება. შენს სასჯელს თუ კიდევ დაემატება სასჯელი გაქცევისთვის, ჩვენს საუბარს დაახლოებით 50-60 წლის შემდეგ გავაგრძელებთ. Adi şerif. ნაძირალა. გმარა ჯენგიზ, ეს თამაში ნუგონია. Yapın seçim. გააკეთე არჩევანი. Eğer თუ ჩვენთან დარჩები, გააკეთებ იმას, რასაც უსამართლობად ჩათვლი. geri dönülmez. და იმ საზღვარს გადახვალ, რომლის შემდეგაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. Şeye. Buyurun. გაიგე? Kenan Bey. გამბედაობა თუ გეყოფა ამისთვის, კი ბატონო, ბატონ კენან შეუძლია ცეხიდან დაგიხსნას, ის ახალ ცხოვრებას შეგიქმნის. გამდიდრდები შენ შვილს დაიბრუნებ. Yanınıza alırsınız. ყველაფერს მოვაგვარებთ. Biz hepsini sağlarız. ყველაფერს. არა. Hayır hayır Bahar. არა თქვენ ბაჰარი მოკალით. მე ასეთი ადამიანი არ ვარ, მე ასეთი არ ვარ. ასეთი არ ხარ? Değilsiniz ha? Kenan როგორც ჩანს, ბატონი კენანი შეცდა. Pekala. რა გაეწყობა? ვერ დაგაძალებთ. Bizde zorlama yok. Yarın ხვალამდე გაძლევთ მოფიქრების დროს. დაგირეკავთ. size გამომართვით. Buyurun. Götürün. წაიყვანეთ. არა. Hayır Bahar. არა, ოღონდ ბაჰარი არა. მე ასეთი არ ვარ. ოღონდ ბაჰარი არა. ორი წუთი. კიდევ ორი წუთი. ეიშან. უნდა წავიდეთ. ვერსად ვერ წამოვალ, სანამ ბაჰარი აქ არის. მასთან ერთად წავალთ. ბაჰარი ცოცხალი აღარ არის, ეიშან. რატომ? როგორ? ამას სპეციალურად აკეთებს. მეჯიბრება. მაგრამ დაბრუნდება. ორი წუთიც მოიცადე. დაბრუნდება, კარგად ვიცნობ. ჩემთან თუ არა, შენთან მაინც დაბრუნდება. შენ ხომ მოყვარ ხარ? შენ თვითონ დაუძახე. შენთან აუცილებლად დაბრუნდება. ეიშან. ბაჰარი ცოცხალი აღარ არის. დაუძახე მეთქი. ბაჰარ. ხმამაღლა დაუძახე. ისე თითქოს ნამდვილად გინდა რომ დაბრუნდეს. დაუძახე. ბაჰარ. ისე დაუძახე, თითქოს გიყვარს. ისე დაუძახე, თითქოს მის გარეშე მოვკვდები, დაუძახე. ბაჰარ. ბაჰარ.
ალი იცი ბაჰარი მოკვდა მეორე ცხოვრება ყველას იღბალი ჰგონია შვილო. რა ასე არ არის? ო მაგრამ არავინ ლაპარაკობს ზურგში სროლაზე. ან ცოცხლად დამარხვაზე. მეც ესმელის. თუ მიატოვებამ ცხოვრებას და წახვალ, ყველას უნდა მეორე შანსის მიღება. მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, რა იმალება ამის უკან. მაინც რა იმალება, მამა? მე ნუ მეკითხები შვილო. ეზელს კითხე. ალის, ეიშანს, ჯენგის. მათი ვედრება შეისმინა ღმერთმა. კარგია ეს თუ ცუდი? ეს სამართლიანია. მერტ. ახლა ბარი-ბარში ვართ. ახლა როცა ბაჰარი დავკარგე მივხვდი რას ნიშნავს დის ან ძმის დაკარგვა. მივხვდი. ყველაფერს მივხვდი. დედა
Eyşan dinle. ეიშანი არ მიჯერებს. დაელაპარაკე. უთხარი რომ ეს ჯენგიზმა გააკეთა. Sonra მე რეტეფიქს გააგებინე ეს ამბავი. მე რამიზეს ხალხ შევკრებ. ნუ რაფერს ნუ მეტყვი ალი, გააკეთე რასაც გეუბნები და პისტოლეტი იშობა შენთვის. burada toplan. ჩვენ ყველანი აქ შევიკრიბეთ. Senin mahkemen. შენი სასამართლოს შემდეგ. Şurada. აქ ეწყო. Torba para. ფულით სავსე ტომრები. Hesapta bekleyeceğiz. მოცდას ვაპირებდით. Serdar Efendi öyle. ასე გითხრა სერდარმა. Serdar. სერდარმა, Eyşan. ეიშანის მამამ, Fikir babası. იდეის მამამ. Her şey o hesap. ეს მისი გეგმა იყო. Önce kimse ölmeyecek. თავიდან მას არავის მოკლა არ უნდოდა. Serdar dedi. მე გითხრა, Ömer orada. ომერი ციხიდან არ უნდა გამოვიდესო. Hepiniz და თქვენს დათანხმდით. ettik. დავთანხმდით Yaptık. და გავაკეთეთ კიდეც. Sonra sırtladım. მე ჩემი ტომარა ზურგზე მოვიგდე. Döndüm bunları. ყველას ვაგინე და წავედი. Tam buradayım. ზუსტად აქ ვიყავით ომერ. Niye anlatıyorsun şimdi bunu? ახლა რატომ მიყვები ამას? O günkü yüzleri. მათი სახეები გამახსენდა იმ დღეს. İlla ki მეც ისეთივე სახე მქონდა. yüzlerinde სახეზე çamur gibi bir şey. სირცხვილის კვალი ეტყობოდათ, რომელსაც ვერაფერი ჩამორეცხავდა. Pis. Boktan bir ეს დაუჯერებელი სიბინძურე იყო. ეს დანაშაულია. Şimdi sana bak. ახლა შენ გიყურებ O gün gibi. და ზუსტად ისეთივე სახე გაქვს. Senin yüzünde de var. ვერ ამჩნევ, მაგრამ შენც იგივე Sen გჭირს. görmüyorsun. Ama sende de aynı şey. ზუსტად ისეთი სახე გაქვს. Ne? რა? Yok Ali. არა ალი. Bunun hesabını bak. მე ვერ გადმომაბრალებ ყველაფერს. მე არ მომიკლავს ბაჰარი. Sizin ბაჰარი იმან მოკლა, რაც თქვენ გააკეთეთ 12 წლის წინ. Baharı ol. გესმის? Baharı ბაჰარი, intikam შენმა ბნელმა საქმეებმა მოკლა ომერ, Ömer. რომლებსაც შურისძიების გამო ატრიალებდი. ძალიან ცნუ გაუტევ. მე ვცდილობდი გამერიდებინა ბაჰარი. მაგისთვის ყველაფერი გააკეთე. Emin misin? დარწმუნებული ხარ? Sen kimsin bana? შენ ვინ ხარ რომ ასე მელაპარაკები? ვინ? Ben senin შენი ძმა ალი. yüzündeki o ახლა თუ გაიქცევი, ვერასოდეს ვეღარ ჩამოირეცხავ ამ ტალახს. bir daha asla. მე ნამდვილად არ მესწავლება ეს. Ben onu en iyi bir. არ მესწავლება გასაგებია. შენ მიმიყვანე ამ ზომამდე. თქვენ ყველა მიმიყვანეთ ამ ზომამდე და ბაჰარის თქვენ მოკალით. Ne oldu lan bize? რა დაგვემართა ასეთი? Mahallemiz. წყნარად ვცხოვრობდით, ყველაფერი გქონდა. Her şeyimiz varmış. მაშინ უფრო ბედნიერები ვიყავით. Daha mutluyduk. რა დაგვემართა? Ne oldu lan bize? რა ჯანდება დაგვემართა? Bize değil. ჩვენ არა, თქვენ. Bize değil. ჩემი ბრალი რა არის? Ben ne მე არაფერი არ დამიშავებია. ეს თქვენ გააკეთეთ. Şey yapma. Siz yapın. თქვენ. Hepimiz iyi. ყველანი კეთილები ვიყავით, Hepimiz çocuk. ბავშვები ვიყავით. Herkes მაგრამ თურმე შესაძლებელი ყოფილა ბოროტ სულებად გადავქცეულიყავით. sen bile lan onu. შენს კი ომერ, Sen bile. შენს კი. Ali yeter. გეყოფა ალი. Sen sıktın. შენ ესროლება ჰარს. გეყოფა მეთქი. ყველას დაგხოცავთ. დაგხოცავთ. İyi ol. კარგი იქნებოდა. კულელებო. İsterim bunu. ჩვენ შენს ასეთად გაგციეთ. Keşke onu. ჯობდა მოგვეკალე. Sen Ömer. შენ ომერი აღარ ხარ. O Ramiz. ომერი რამიზმა წაიყვანა. Bakıyorum. გაკვირდები. Bakıyorum. გაკვირდები და Ömer. ომერი Yok hiç. აღარ არსებობს. Artık. აღარ. წადი. წაეთრიე. წაეთრიე.
რას მიყურებ? წაეთრი. ნუ მიყურებ. ნუ მიყურებ. Tevfik. 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 Gel benimle. წამოდი. Tevfik tamam. Gelen yok. Tevfik, აქ არავინ არის, მოიცადე. Tevfik. Tevfik, Ne yaptın? რა გიქნეს? Yok bir şey Şebnem. არაფერი შევნება, არაფერი. Tevfik. Tevfik, Bahar'ı biliyor. ბახარის ამბავი გაიგე? Konuştum Ezel. ეზელს ველაპარაკე. Gitti ya. ცოცხალი აღარ არის. Bayağı. მათ მოკლეს. Aynen. ეს იგივე ხალხია, არა? Tevfik. Tevfik. Git sen yine. წადი აქედან. Sağ ol Şebnem. დიდი მადლობა შევნე. მეც მომენატრები. Görmem. ჯობსო შენად დარჩე. მითხარი რა ვქნა? Durma buralarda. ნუ დარჩები აქ. Yok. არა. Ben daha gitmem. მე აქედან არ სადარძავა. Görmüyor musun? ვერ ხედავ რა დაემართა კამილს და ბახარს. Tevfik seni de vuracaklar. Tevfik, ისინი შენც მოკკლავენ. ის ვიღაც ქენანი მოსვენებას არ მოგცემს. Sen Kenan denen adam. შევნემ შენ ქენანს გაუგე, მაგრამ მე ვერ გამიგე. Niye? რატომ? Ben bu defa kendim geldim. ამჯერად აქ ჩემი ნებით ვარ. Hayatımda ilk defa პირველად ცხოვრებაში არავისთვის არაფერი არ მიკითხავს. geldim. გესმის ეს რას ნიშნავს? იქნებ იმედი კიდევ არსებობს. Belki hala ეს მეორე შანსია ჩემთვის. bir umut var demek. Benim için მეორე შანსი მომეცა. ikinci bir şans. Ne yani? გამოდის მე აღარ დამიჯერებ ხოლმე? Kendi bildiğini mi yapıyorsun? რასაც მოისურვებ, იმას გააკეთებ? Bakacağız. ნახოთ. Tamam. კარგი. Ama ოღონდ sakın öyle. სიკვდილი არ გაბედო. გესმის? Olur. კარგი. Bunu dinlerim. ამას დაგიჯერებ. Biz yapmadık değil mi abi? ეს ჩვენი ბრალი არ არის. Bahar. ბაჰარის სიკვდილთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს. მართალია. Ne acayip iş ya. რა უცნაურია. Öğrendiğimde ben öğrendim. როცა ყველაფერი გავიგე, საკუთარი ხელით მინდოდა მისი მოკლა. Kendine bir şey yapmasın diye kolluyorum. ახლა კი ვდარაჯობ, რომ თავის მოკლა არ სადოს. Aslında her şeyi hak ediyor bu kadın ya. Üzülmedin mi sen? რა თქმა უნდა, მან ეს დაიმსახურა, მაგრამ ცოტათი მაინც არ გეწოდება. Ezel abi. ძმაო ეზელ, Ben artık... აღარ მინდა ამაში მონაწილეობის მიღება. Ya ne bileyim. იქნებ პოლიციას ვაცნობოთ. Ama yani ben... თუმცა მე მესმის შენი მერტ. Sence aynı... ფიქრობ ამით ჩემს ძმას უღალატებ. Hani... Görüyorsun. ზევიდან თუ მიყურებს, ომერი თუ ასეთი იყო, როგორც შენ ამბობ, 10 kat. უფრო უკეთესი. ესე იგი, ის ხედავს და ფიქრობს, რომ ოჩაღი ბიჭი ხარ. Aferin diyordur sana. ის იამაყებდა თავისი ძმით. Sen git ben. წადი, მე მივხედავ ამას. Ezel abi. ძმაო ეზელ, Ya abi ben bir şey... კიდევ რაღაცის თქმა მინდა. Ama anlayacaksın inşallah. იმედია გამიგებ, Abi biz... ჩვენ Söyle Mert. თქვი მერტ, Doğrusunu გულახდილად მითხარი. Abi biz biraz... მე მგონი აღარ ღირს ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება. Görüşmeyelim. Bizimkiler... ჯობია ცოტა ხნით ჩემს მშობლებთან აღარ გამოჩნდე. Abi bu şeyler... მინდა რომ ჩემი ოჯახი შორს იყოს ამ ყველაფრისგან. Onlar da çok... ძალიან დაიღალნენ. Abi benim onları... მე უნდა დავიცვა ისინი. ჩემს გარდა არავინ ხავთ. Bir süreliğine. ხოლო დროებით. Biraz uzak. სამუდამოდ კი არა. haklısın. მართალი ხარ. Tamam abi. ძალიან კარგი. Hoşça kal.
ბედნიერად. მშობლებს გაურთხილდი. იცი ეს ვინ გააკეთა? ო, რამე კავშირი აქვს შენთან? არა. ნუ რაფერს მომეტყვი. რა თქმა უნდა ეს სწორედ ასეა. რა თქმა უნდა ეს კავშირშია რამისთანაც. შენთანაც. ომერთანაც. Cengiz? ჯენგიზი? რა თქმა უნდა ჯენგიზთანაც. მის გარეშე როგორ შეიძლება? ჩემს ცხოვრებაში ორად-ორი კარგი ადამიანი იყო და ორივე მკვდარია. ორივე. შეიძლება ასე არ არის. იქნება ომერის დაბრუნება კიდევ შეძლო. შესაძლოა ომერი ისევ ცოცხალია. შენ მის მაგივრად ხარ? მისი ადგილის დაკავება გინდა? ომერი გინდა იყო? უფრო მეტიც შეიშენ. არა, გაჩვენდი. შენ ჯერ კიდევ ვერ მიხვდი. შენ ისე კარგად არ მიცნობ, როგორც ომერი მიცნობდა. ომერი რომ გაცოცხლებულიყო. საფლავიდან რომ წამომდგარიყო და აქ მოსულიყო. რომ ეთქვა დავბრუნდიო. იცი რას უპასუხებდი ახლა? დაბრუნდი იქ, საიდანაც მოხვედი ომერ. დღეს შენთვის არ მცალია. დღეს ჩემი დამოკლეს მეთქი. წადი და ჩემი დამომიყვანე. შენ კი იქ დაბრუნდი. იქ დაბრუნდი, სადაც მე გაგიშვი მეთქი. ასე ვეთყოდი. ჯოჯოხეთში მოვხვდები. ფეხებზე მკიდია. წადი და ჩემი და მიბრუნე მეთქი. ამას ვთხოვდი. ამას ვერ შეძლებდა. მან შეძლო. ერთხელ უკვე გააკეთა ეს. მან ჩემი და მიბრუნა. რას გულისხმობ? სიმართლე გაინტერესებს. აი ესეც შენი სიმართლე. მე მზად ვიყავი ომერის გამო ყველაფერი დამეთმო. ყველაფერი ერთი რამის გარდა. ანუ? ბაჰარის გარდა. ეგრეთ წოდებული მამა ჩემი მოვიდა და მითხრა, შენი დაკვდებაო. ასე მითხრა, ან ომერს გაწირავ, ან შენს დას მოკლავ. თვითონ ამოერჩიეო. მოიცადე. ხო და მეც ამოერჩიე. ჩემი და ამოერჩიე. ბაჰარი ამოერჩიე და არა ომერი. მე ჩემი და ამოერჩიე. ასე გადაარჩინე შენი და შენ ბაჰარი რომ გადაგერჩინა, ამიტომ? კი, მაგრამ რატომ არ მითხარი ეს? სხვა გამოსავალი რატომ არ მოძებნე? რა გამოსავალი? ღარიბებს სხვა გამოსავალი არ გააჩნიათ. სხვა გამოსავალი მხოლოდ მდიდრებისთვის არსებობს. საავადმყოფოში სასიკვდილოდ უნდა გამეწირა. მე არ მქონდა სხვა გამოსავალი. რა უნდა მეკნა? ჩემი და გამეწირა სასიკვდილოდ. რა უნდა მეკნა? კი, მაგრამ ეიშან. მითხარე.
ო მე გავაკეთე ეს მე ომერი მოვკალი Bugün çıksa mezardan. და ახლა საფლავიდან რომ წამოდგეს ბაჰარის გულისთვის ხელახლა მოვკლავდი De bir şey. მითხარი მიდი ეიშან Eyşan Ömer. ეიშან ომერი Ömer იმ ხანძრის დროს ომერი Önce ben ჯერ მეგეთყვი kendime bir şey მოგეშინია თავს არ მოვიკლავ korkma. იცი რას ვიზამ Ne yapacağım biliyor musun? დარჩენილ ძაღლას მოვიკრებ İçimde ne და kadar ერთ მშვენიერ დღეს შენ წინააღმდეგ მოვმართავ hepsini birleştir. ჩემი დახომ შენ გამომოკლეს Bir gün შურს ვიძიებ bir şekilde ნებისმიერ საფასურად sana karşı. ნიშნულობა არ აქვს რამდენი დრო გავა Kardeşimi öldürdün. ნიშნულობა არ აქვს რა მომივა Senin yüzünden. Onun intikamını. ეზელ ბაირაქტარ Bedeli ne olur? ჯერ შენზე ვიძიებ შურს Ne kadar uzun sürerse sürsün. Canım ne kadar yanarsa yansın. პირველი შენ იქნები Ezel Bayraktar. Önce senden. Önce senden. პირველი შენ იქნები Eyşan. ეიშან მომისმენე Ömer yerine. გინდა ომერი შეცვალო მომისმენე Ömer yerine. გინდა ომერი შეცვალო Ömer eğer. ასეა Ömer ომერი თავს დახრიდა ne yaptın? ომერს შეერწყებოდა Yaşasın ომერი მიხვდებოდა რა ჩაიდინა buraya. Ömer yerine sen. აქ რომ ყოფილიყო ომერს ძალიან შეერწყებოდა გინდა ომერი შეცვალო თქვი Söyle. კიდევ რას მოიფიქრებ Kaldı yalanım. Dinliyorum. გისმენ Sakın. არ გაბედო Sakın geri. არ გაბედო ბაჰარის დასაფლავებაზე მოსვლა Bir daha kimse. მასთან არავის არ მეუშვებ Kimse önceden söylemez. არავინ იცის ეს წინასწარ, მაგრამ ახალი ცხოვრების დასაწყებად მეგობრებს ზურგი უნდა შეაქციო, ან ისინი შეგაქცევენ Ya da sen ზურგს. dostlara. Beni istemişsin. იბარებდი ძია Ezel çık. ეზელი ტელეფონს არ პასუხობს. რა სჭირს? Oyun oynamak. ძალიან წარედ მოგატყუეს. Kıza çok. გოგო ძალიან მეწოდება. Kenan. ეს კენანის ხალხმა გააკეთა. 3 kurşun yemiş. მას სამი ტყვია მოხდა İkisi göğüs. ორი მუცელში ერთი Niye yaptı dayı? რა შეჭirdებოდათ ეს ძია Ne kazanacaktı? რას მიაღწია სამით ისინი ადამიანებით თამაშობენ ტევპიკ. Nerede? ყველაზე მტკივნეულ ადგილას ურთყამენ. Oraya vurur. Sırf o değil ki dayı. ეს მარტო მას არ ეხება ძია ამ თამაში ყველა ასე იქცევა Kardeş. წინა ჯერზე იმედი გამიცრუე მეგობარო. Bizim işimiz. ჩვენს საქმეში ასეთი შეცდომებისთვის საკუთარი თავით აგებენ ხოლმე პასუხს. Telafi et. ახლა უნდა გადავიხადო ვალი Evet. ო, მაგრამ არა სიცოცხლით, არამედ დახმარებით. Kenan კენანი თავდასხმაზე გადავიდა. აზადი უნდა დავისვა. ის წავა, მაგრამ მის გვერდით ვიღაც უნდა იყოს. ის, ვისაც აზადის სიცოცხლეს ვანდობ. O yokken bu. იმ დროს აქ რა მოხდება შენ მოვლენების ცენტრისკენ იწევ, მაგრამ ახლა აზადის ჯერი დადგა. დაიცავი ის. Hayır. არა Alacaksan. თუ გინდათ ჩემი სიცოცხლე წაიღეთ Ama tas. მაგრამ გთხოვთ ასე ნუ მომექცევით ჩვენ ხომ ერთ მხარეს ვართ. ნუ თუ ეს არ გესმის. Madem yani. თუ ერთ მხარეს ვართ თქვენ rატომ არაფერი არ გემართებათ Ezele niye bir şey? ეზილს რატომ არ ემართება არაფერი კულელებს არაფერი არ მოსდით Kardeş. შვილო, Olan bahar. ძია უბედურება თავს ატყდებათ მხოლოდ ბაჰარს კამილს ერენს
ჩემს დას. თუ ერთ მხარეს ვართ, თქვენი ხალხი რატომ არ ხოცავს თქვენს მტრებს? რატომ? რა არის ცუდი იმაში, რომ გადარჩე? ჩვენ გვესვრიან, მაგრამ ისევ ვახერხებთ ფეხზე წამოდგომას. განაცოდვა გაუჩინარდე, მაგრამ ცოცხალი გადარჩე. არ ვიცი. აი რას ფიქრობ, მე ამ ყველაფერს ისე არ ვუყურებ როგორც თქვენ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ჩემს კითხვებს უპასუხოთ. თქვენ გეშინიათ, რომ ერთმანეთს თუ დახოცავთ, აღარავინ დარჩება, ვისაც უნდა ებრძოლოთ. გეშინიათ, რომ თამაში დასრულდება. ახლა ისე მლანძღავ თითქოს კუთხეში მყავდე მიმწყდეული. არადა გაიხსენე შვილო, შენ რაც უდ დღეში იყავი. მე რომ არ ყოფილიყავი, შეძლებდი კი კვლავ ფეხზე წამოდგომას. საქმეც ეგააცია. იქნებ წამომდგარიყავი კიდეც. თავი რომ დაგენებებინათ ჩემთვის, ეზელისთვის, აზადისთვის. შესაძლოა დავღუპულიყავით. ან ფეხზე დავმდგარიყავით ჩვენ თვითონ. ამბობენ შენ გინდა რომ მიგვატოვო. როგორია საქმე, ყველაფერი მზადაა? ამის ამარძე მიიტანონ ყველაფერი ხვალდილით შებნემ. ეზელ, შენ სად მიდიხარ? ჩემთვის გადმოსაცემი არაფერი გაქვს? არა. შებნემ. არ მოგცემ, არ მინდა. კამილმა მითხრა, რომ რაც არ უნდა მოხდეს. კამილი მოკვდა შებნემ. გამომართვე, ეს შენთვისაა. ეს ხომ დიდი თანხაა? ვერ მივხვდი. ახლა რა როლი მაქვს? შენი სამუშაო დამთავრებულია შებნემ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. უფროსო. არავინ გაიხსენებს იმ დროს, როცა კარგი საქმეები და შეცდომები გვერდ-გვერდ ხდება, როცა ყველა გიждდება, როცა ჩვენი წარსული ჩვენსავე ოჯახებს ანადგურებს. ჩვენ მივედით მომენტამდე, როცა მეგობრები ისე მიდიან, რომ არ გვემშვიდობებიან. როცა უდანაშაულოთო შეიარაღების დრო დგება, როცა სამყარო ინგრევა სიჩუმეში.
მესმის რასაც გრძნობ ბატონო ეზო. მაგრამ გარწმუნებ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მოდი ამაზე შეხვედრის დროს ვილაპარაკოთ. ნუ ღელავ, ამასაც მოვასწრებთ. მესამე გვერდი, მცირე შენიშვნა ქვევით. მოკლურის ძმა ქენანი ქუჩაში კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა ნაპოვნი. რომ იცოდე ბატონო ეზელ, რისი გადატანა მოუხდა ბატონ ქენანს, რამიზმა ერთი დარტყმით დააკარგვინა ყველაფერი. რამიზმა მას ჯერ ხელები გადაუმტრია. მერე ფეხები. შეცდომა დაუშვა, რომ არ მოკლა. მე ხომ ახალგაზრდა კაცზე ვლაპარაკობ ბატონო ეზელ. ახალგაზრდაზე, რომელიც მამაზე მეტად ენდობოდა რამის. იცი რატომ გააკეთა ეს? ქალის გამო. შეგიძლია ამის წარმოდგენა? და იმ ქალმა რა ქნა? იმის ნაცვლად რომ ქენანს მხარში დასდგომოდა, დაივიწყა ის. რამიზმა ის ქალიც წაიყვანა. ისე წავიდნენ, უკან არც მოუხედავთ. ბატონმა ქენანმა ყველაფერი გადაიტანა. მე და შენ ასეთ ტკივილს ვერ გავიგებთ. ეს არ ამართლებს თქვენს აქციოს. რა თქმა უნდა. ამ სიმართლესაც გაიგებ. მაგრამ მანამდე გთხოვ თვალი გაახილო. ამ ისტორიაში ქენანი არ არის ბოროტი. სიტყვაზე გინდა დაგიჯერო. ბატონო ეზელ. გთხოვ გონსმოდი. შენ გატყუებენ. დამიჯერე ბატონო ეზელ. ვიზიარებ შენს წუხარებას ალი. არ ჩვენ გქონდა მშვიდი ღამე არა? ამჯერად ერთი ბილეთი ვიყიდე ტეფო. სად მიდიხარ? ქუჩაში. ხალხის დასახოცად. და რატომ უჩემოთ? უშენოთ ტეფო. იმიტომ რომ მე უკან აღარ დავბრუნდები. Duydum ki გამგზავრებას თუ გადაწყვეტ, ნუ გააკეთებ ამას. etme. თუ გინდა რომ სხვები გიყვარდეს და მათთან იმეგობრო, ნუ გააკეთებ ამას. Dost edinmeye ნუ გააკეთებ ამას. yapma. შენ უცხო ხარ. უცხო. Sen yaderler რას გაძლევს სხვების სამყარო? hangi hasta gönüllü ვის გულებს უმიზნებ? etme. ნუ გააკეთებ ამას. შენ თუ შეგრცხვება, ჩვენც შეგრცხვება. ცრემლით გვივსებ თვალებს. ნუ გააკეთებ ამას. თავს ნუ დაგვაკარგვინებ. გაშლილი ხელებით ნუ წამოხვალ ჩვენ შესახვედრად. შენ უყურებ მათ, ვინც გაძარცვეს. ნუ აკეთებ ამას.
შენ გამო ზეცაშიც კი ქაოსი გამეფდება. შენ გხოცავ. ნუ გააკეთებ ამას. გოგონების წვეულება ჩემს დასთან ერთად. საყვარელი ადამიანებისთვის ძალა თუ არ გეყოფა, რატომ გიკვირს ასეთი სიყვარული? ნუ გააკეთებ ამას. შეხედე გზა იყოფა. ერთი განათებულია, მეორე ჩაბნელებული. იქით თუ წავალთ, ორივენი სამუდამოდ ბნელ გზას ავირჩევთ. სამუდამოდ ბნელ გზას. მართლა? რატომ? მეორე გზა უფრო ნათელია. ეს რატომ უნდა ავირჩიოთ? არ ვიცი. ასეთები ვართ. ასეთია ჩვენი ბუნება. არ შეგვიძლია ბუნება შევიცვალოთ. ჩვენ არასდროს არ შევიცვლებით. შენ ვისაც 64 და ჯოჯოხეთი ხელთ გიბყრია, შენ ჩვენი 64 ჯოჯოხეთად აქცია. ნუ გააკეთებ ამას. ეზალთან დაკავშირებით რა კენით? ბატონი კენანი მადლობას გიხდის. მადლობას ხვალ დავიმსახურებ. ღმერთ მაქნას. შენი დარდიანი მზერა მთვარესაც კი გააშავებს. შენ მთვარის გასანადგურებლადაც კი მზად ხარ. ნუ გააკეთებ ამას. შენ ყველგან ხარ და თან არსად არ ხარ. შენ ამოვარდნილი ხარ რეალობიდან. ნუ გააკეთებ ამას. ჩვენ გვახარებს შენი არსებობა, რათა მღელვარებას არ მივცეთ თავი. შენ მაღელვებ, შენ მკლავ. ნუ გააკეთებ ამას. მე ქურდობის ცოდვით ვარ დასვლელი. ჩემმა თვალებმა მოიპარეს შენი სილამაზე. შენ ვინც მოპარვის ღირსი ხარ, თავად იპარავ. ნუ გააკეთებ ამას. რატომ მოხვედი?
შენ ამბობდი ოჯახი ყველაზე დიდი ტყუილეო. დამშვიდდი უკვე ყველაფერი დამთავრდა. დედა აღარ არის. ბაჰარი აღარ არის. ჩვენ აღარ გვყავს ოჯახი. მე შენ მყავ. რა თქვი? შენ ჯერ კიდევ არ მინდა. ნუ გიყვარვარ. ეს გიყვარდეს. ამა შეხედე. დღეს მაინც შეხედე ბაჰარს. გამაგებინე როგორი მამა ხარ. აი ასეთი მამა ვარ. რატომ მოხვედე? როგორ გაბედე? შენ მისი მამა არ იყავი. ის მძიმე ავადმყოფი ბავშვი იყო. შენ კი მიატოვე და წახვედე. ო, ასეა. არც ერთხელ არ ჩაგიკრავს გულში, არც ერთხელ არ აგიყვანია ხელში. არც ერთხელ არ შეგიხედავს მისთვის, ასე არ არის? ასე. მაშინ რატომ მოხვედი? რატომ? ბაჰარი მოკვდა. ურჩხულო. შენი შვილი მოკვდა. შეხედე. გამომართვი პერუტყო. გამომართვი ნაძირალა. გამომართვი და გულში ჩაიხუტა ეს მიწა. არადა შენ ხო მიტყუები. ვერ შენ უყურებს აფლავს. გული გისკდება. მოდი აქ მამა. შეხედე შენს ქალიშვილს. შეხედე. ახლა მაინც შეხედე. ბაჰარ. ეს რა გიქნეს? ასე როგორ მოგექცნენ, ბაჰარ? ნუ ტირი მამა. მამა. ნუ ტირი. იცი რატომ? ახლა მთელ შენს ძელას მოიკრებ. და ჩემთვის ყველაზე სისხლიანი თამაშის გეგმას მოიფიქრებ. ყველაზე სასტიკს და საშინელს. საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი ვიძიებ შურს ბაჰარის გამო. გესმის მამა? კარგი? მეორე შანსის მოგება პირველის დაკარგვას ნიშნავს. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. ისე მოხდა, რომ ყმაწვილმა მიატოვა თავისი მეგობრები. ტრებიც. ხო, ეზელ მომისმინე. ჯერ შენ მოხედავ. მერე შენს ბოსს. გადით იქით. იარაღი დაუშვით. დაუშვით. შენ არ მესური ეზელ. ისეთ რამეს გიამბობ, ვერ შეძლებ ჩემს მოკვლას. რა უნდა მითხრა? ნაძირლები ხართ, ამას უკვე მივხვდი. მეც ნაძირალა ვარ. ახლა შენც მიხვდები ამას. აბა რა არის ისეთი? კიდევ რა არ ვიცი? არაფერი. პრინციპში ყველაფერი იცი. ბატონმა რამიზმა დაიახლოვა ბიჭი, რომელსაც ომერი ერქვა, რათა მისი ძალა გამოეყენებინა და არა იმისთვის, რომ მის გამო შური ეძია.
ვიცი, ბატონ რამის ომერის გამო შურის საძიებლად არ დაუქირავები ხარ. მან შენ იმისთვის დაგიქირავა, რომ ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინე. ვიცი, რამიზის საკუთარი შვილივით გექცეოდა, მაგრამ სინამდვილეში მთელი ეს დრო ამ დღისთვის ემზადებოდა. ციხეში ის ყოვლის შემძლე ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში უკვე ფსკერისკენ მიექანება. მას არაფერი აღარ დარჩა. ცოტაუდენი პული ჰქონდა, მაგრამ კაზინო დაკარგა. მან დაკარგა ძალაუფლებაც და რეპუტაციაც. ყველაფერი, რაც გააჩნდა. ესეც ვიცი. როცა ბატონი რამიზი ციხიდან გამოვიდა, ისე მოაწვა ყველაფერი. ვითომ ომერის გამოიძიებდა შურს სინამდვილეში კი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა. მან საწყისი კაპიტალი მოგცა, რომელიც შენ გააორმაგე, მერე ჯენგის წაართვა კაზინო. ესეც იცოდი? რა თქმა უნდა. ეს ერთად გავაკეთეთ. ერთად? მართლა? და სანაცვლოდ რა მიიღე? ომერის გამო შურის ზიების ხარჯზე მას დიდძალი ქონება მოუტანე. მას მიეცი კაზინო, უზარმაზარი კაზინო კვიპროსზე. მიეცი სახლი, მანქანები. სანაცვლოდ რა მიიღე, ეზევ? რა? მე არაფერი არ მჭირდებოდა. არ გინდა ბატონო ეზევ. გთხოვ, თვალები გაახილე. კაცი, რომელიც 20 წელი ციხეში იჯდა, შენი წყალობით ნახევარ წელიწადში ფეხზე დადგა. იმაზე რა სიტყვი, რაც თქვენ ჩაიდენეთ. თქვენ ბაჰარი მოკალით. ბაჰარი ჩვენ მოკალით? დარწმუნებული ხარ ამაში? არ გაბედო. არა. ეზევ, შენ თვითონ დაფიქრდი. რა მოვიგეთ ბაჰარის სიკვდილით? არაფერი. რა მოიგო რამიზმა? ბევრი რამე. მან მიიღო ხალხი, რომელსაც ქენანზე შურის ძიება სურია. მას კვლავ ჰყავს ხალხი, რომელიც მისთვის იბრძოლებს. არა. ვერ მომატყუებ. ეზევ, ჩვენ არ გაგვიცია ბაჰარის მოკვლის ბრძანება. სამიზნე ბაჰარი არ იყო. აბა ვინ იყო? შენ ეზევ. სამიზნე შენ იყავი. მაგრამ რამიზმა მოგვატყუა. მან მოახერხა თავისი მტრის დაქირავებული მკვლელის გადაბირება. ის მკვლელი ჩვენთან აღარ არის. ჩვენ უბრალოდ კი არ გავწყვიტეთ მასთან ყველანაირი ურთიერთობა. ჩვენ რომ არა, ის შენც მოკლავდა. გაჩვენდი. twins ნუ მირევ. იმ ღამეს თქვენ ჩაუსაფრდით მას. როგორ გავიგეთ ეს? ვინ იცოდა? ვინ მოგვიყვა? ვინ მოაწყო ეს ყველაფერი? არა, არ მჯერა შენი, არ მჯერა. თუ ხარ ეზელ, მაგრამ შენ მოგატყუეს. არაფერი ისეთი არ მithქვამს, რაც უკვე არ იცოდი. ყველაფერი თავიდანვე თვალნათელი იყო. მაგრამ რამიზმა თავის ოჯახში მიგიღო. ღრმად ჩაგიბეჭდა ის აზრი, რომ უყვარხარ. შენ თვითონ მიისწრაფოდი მისი სიყვარულისკენ. ეხვეწები, თვალი გაახილე. ნუ დაუჯერებ მის ბრძნულ სიტყვებს და წიგნებს. მაგ წიგნებს უკან იმალება ურჩხული, რომელიც ბოლომდე წურავს ადამიანებს. სამწუხაროა, მაგრამ ბატონ ქენანსაც ურჩხულად გადაქცევა მოუწია, რათა მას შებრძოლებოდა. რამიზმა მას ბევრი ბოროტება გაუკეთა. ბევრი ბოროტება. ეზევ, გაჩვენდი მეთქი. გინდა ყველაფერი თავდაყირე დააყენო? ეს გინდა? არა. სიმართლე აშკარაა. ო, ეს შეულამაზებელი სიმართლეა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მოგიწევს მისი აღიარება. ჩვენ თუ მართლები ვართ, ის შენს ტკივილს გამოიყენებს. ის გამოიყენებს ბაჰარის სიკვდილს. ის დახმარებას გთხოვს აზადის დასაცავად და სასიკვდილოდ გაგწირავს. როგორც ყოველთვის. საკითხავი მხოლოდ ისაა, შენ რას გააკეთებ, ეზეო. დიდი მადლობა. წავედით. დით. მოხედვას ვერ მოვასწარით, ისე დატრიალდა ყველაფერი.